ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის პროცესი 4 საათზე მეც გაგრძელდა, თუმცა რამდენიმე მოწმის დაკითხვის შემდეგ იგი ისევ გადაიდო. ხვედელიანის სასამართლო პროცესი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, როგორც მისი ადვოკატი მედიასთან განმარტავს. ამჟამად მტკიცებულებების განხელვა მიმდინარეობს და ამიტომ ეს პროცესი დროში გაიწელა. გიორგი ჭალიძე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო პროცესის დეტალებზე არ საუბრობს. პროკურატურაც იმაშება რა ქვია, ედავება რაღაც არაარსებულ მუხლებს და ბოლოში გამომჟღავნდება ყველაფერი. ეხლა გამოკვლევა მიმდინარეობს, მტკიცებულებების დასრულდება, მე დასკვნითი სიტყვა იქნება და მე ალბათ განაჩენს შეაფასებს. სამართლიანი განაჩენი მოძალადე ხვედელიანს ამ მოწოდებით ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან პროცესის პარალელურად ქართული ოცნების ბორჯომის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. როგორც ისინი ამბობენ, ყველა დამნაშავე სამართლიანად უნდა დაისაჯოს და მათ შორის ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსიც, რომელიც მათივე განმარტებით მოსახლეობაზე ზეწოლას წლების მანძილზე ახორციელებდა. ჩვენი პროტესტის მიზანია სამართლიანი განაჩენი მოძალადეებს, რომლებიც წლების მანძილზე ახორციელებდნენ მოსახლეობაზე ზეწოლას, განუკითხაობა ხდებოდა ბორჯომში, კონკრეტულად ამ მთლიანად მთელს რეგიონში. კოალიცია ქართული ოცნების ბორჯომის ორგანიზაციის წარმომადგენლების გარდა აქციას ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. თავმჯდომარის გუჯა ბიჭაშვილის თქმით, ის ჯალათები, რომლებიც დანაშაულს ჩადიოდნენ და თავიანთ უფლებამოსილებას ზედმეტად იყენებდნენ, სათანადოდ უნდა დაისაჯონ. ჩვენი როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. ეს ადამიანი, რომელიც ხვედელიანია, როგორც ამოიყვანეს აქ და ასამართლებენ, დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანების დასჯაში. როდესაც ის იყო მაშინ ბორჯომის პოლიციის უფროსი. ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 144, 153, 323, 157 და 118 მუხლებით წარედგინა, რომელიც თავისუფლების უკანონო დახკვეთას, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს. მამუკა ხვედელიანი წლების მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი ნაციონალური მოძრაობიდან ბორჯომის დეპუტატობის კანდიდატი იყო. იგი 2012 წლის 30 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შინაგან საქმეთა მთავარის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. ახალციხის რაიონულ სასამართლოში ხვედელიანის შემდეგი პროცესი 29 მარტისთვისაა ჩანიშნული. საგამოძიებო ორგანო როდის გამოუტანს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროს განაჩენს, ეს ჯერ უცნობია.